განვაგრძობთ გამოშვებას თბილისში ლიბერთი ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს დანაშაული ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში სუხიშვილის ქუჩაზე მოხდა. სამმა ნიღბიანმა 3000 ლარის გატაცება შეძლო. მომხდარის შედეგად 2 ადამიანია დაშავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით დამნაშავეებს ამ დრომდე ეძებენ. ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ ამ ამბის ამსახველ ექსკლუზიურ კადრებს, რომელიც ბანკის სათვალთვალო კამერამ გადაიღო. ეს არის ექსკლუზიური ვიდეო მასალა, რომელიც სუხიშვილის ქუჩაზე დღეს მომხდარ ყაჩაღობას ასახავს. 3 შეიარაღებული ნიღბიანი ლიბერთი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში დილის 10:15 წუთზე შეიჭრა. კადრებში ჩანს, რომ ბანკში შეჭრის შემდეგ თავდამსხმელები კლიენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. ნაწილს იატაკზე აწვენენ, ორს კი ბლაგვის საგნით დაზიანებას აყენებენ. ამის შემდეგ ისინი კარს კეტავენ და მომხმარებლებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობას არ აძლევენ. ექსკლუზიურ ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, რომ შეიარაღებული მძარცველები ბანკიდან გატაცებული თანხით გადიან. ბანკი დააყაჩაღეს, მეტი არაფერი. გასროლის ხმობა? არა, ეგეც რაღაცა ჩემს დროს არ ყოფილა. უნდა შევსულიყავი ბანკში და პოლიციამ ამიგძალა, ვერ შევედი, რომ გაქურდესო. ხმაური რო იყო, გამოვიხედეთ ყველამ და აი ეს რაც ხდებოდა. პოლიციელები, სასწრაფო მანქანები და რა ვიცი, ესეთი სხვა. ლიბერთი ბანკში განხორციელებული ყაჩაღობის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ორივე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში ამტელ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მათ დაზიანებები თავის არეში ბლაგვის საგნით აქვთ მიყენებული. 2 დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ჩვენთან მოყვანილი არის 2 ქალბატონი ბანკიდან, მათი გადმოცემით უცნობმა ორივეს კეფის მიდამოში ჩაარტყა გაურკვეველი სავარაუდოდ ბლაგვის საგანი. ამ ტრავმის შედეგად ერთ ქალბატონს აღენიშნება კეფის მიდამოში დაჟეჟილი ჭრილობა, რომელსაც ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება, გაიკერა ეს ჭრილობა, ხოლო მეორეს აღენიშნება ასევე კეფის მიდამოში ოღონდ კანქვეშა სისხლ ჩაქცევა, კანქვეშა გემატომა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტებმა და სამართალდამცველებმა მუშაობა დღის ბოლოს დაასრულეს. ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით გამოიკითხნენ როგორც ბანკის თანამშრომლები, ასევე სუხიშვილის ქუჩაზე მდებარე სხვადასხვა ობიექტის წარმომადგენლები. არსებული ინფორმაციით თავდამსხმელებმა ბანკიდან 3000 ლარამდე თანხის წაღება მოახერხეს. სამწუხაროდ ყაჩაღობის ფაქტი მოხდა ვარკეთილში, ინტენსიურად მუშაობს ახლა ადგილზე პოლიცია, შემთხვევის ადგილზე. საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ტარდება და დარწმუნებული ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან მალე მოხდება ამ დანაშაულის გახსნა, ისევე როგორც ყაჩაღობის სხვა ფაქტების გახსნის დროს იყო პოლიცია საკმაოდ ეფექტური. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლიბერთი ბანკზე თავდასხმისთვის ჯერ დაკავებული არავინაა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.